აბა მოგესალმებით, რამდენი ხანია აბუნციციაშვილი არ ჩამიწერია. ერთი პირობა ვიფიქრე, რომ აღარ ჩავწერ მეთქი არასოდეს თქო, მაგრამ მაინც საჭიროება მოითხოვს განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპს მიწერა გულითადი თბილი მეგობრული წერილი და მას უთხრა, რომ მე მესმის რაოდენ რთულია შენთვის და ჩვენთვისაც აი ამ deep state-თან ბრძოლა და გვინდა რომ ჩვენ ვიმეგობროთ, ნუ მიგვატოვებ, მოგვაქციე ყურადღება, ასე შემდეგ. ეხლა აი ეს წერილი ისე დაწერა ყაველაშვილმა, როგორც ეხლა შენ დაწერე, გასაგებია, შეიძლება ხელმოწერილსა კი არ გაუკეთებია, ნუ ფაქტიურად რა ხდება, რომ ფიძინა ეუბნება ტრამპს, რომ იმეგობრე ჩემთან. ხომ ხედავ, რომ მე ვარ ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, იმიტომ რომ ყველა ჩემია. მესობაში ამ რაფაუღლუმ კიდე რა გაგვიტრაკა საქმე, ისევ დაწერა თავის ტვიტზე თუ ექსზე და ეგრევე ყველა იტაცებს ამ რაფათოღლუ თუ ჩათლახოღლუს მესიჯს, რომ აი ერთ-ერთი სენატორი აჩერებს მეგობარ აქტს. ხოიცით რომ მეგობარი აქტი არის ჩემი მტკივნეული და ჩემი კანიოკი ასე ვთქვათ, ხო? ამ ბიჭმა კიდე გაგვიხურა საქმე, ჯერ დაწერა 3 აჩერებსო, მე თქვა, უი, შევეშალა არც ერთი არ აჩერებსო. ეხლა ამობს ის აჩერებსო და მეტი არ უნდა ამ ხალხს, ესე იგი, აიტაცებენ ამ ინფორმაციას და როგორ უხარიათ მე. ხომ გეუბნებოდით განსაკუთრებით ოპოზიციას. სად არის ოპოზიცია? სად გაერთიანდა მეგობარი აქტის გარშემო? შე რო იყო ოპოზიცია და იყო გამწარებული ამ მთავრობის მიერ, ხო? ხო ერთ ღამეში გააკეთებდი საერთო წერილს და გამოაქვეყნებდი და გაუგზავნიდი ტრამპს. არა, ოპოზიციამ შემომითვალა რა მეგობარი აქტიო, რას ლაპარაკობდით, შენო ვაფშე ვინახავ რა გინდა ხალო ტრაკი დააყენეო რა. არა და მეგობრებო, ამერიკა სენატში პირდაპირ ჩადო რევოლუციური აქტი. მაგრამ ამერიკა ძალიან განაწყენებულია, იმიტომ რომ საერთოდ არ ხედავს. ნოლი რეაქცია ხალხისგან. ნოლი და ძალით ამერიკა არ შეცვლის რეჟიმს. ეს პრაქტიკა მას ჰქონდა და ძალიან ცუდად დაუმთავრდა და ესე არ არის. ამიტომ მე დავიღალე 10 თვეა გავკვივი ვარ ერთი და იგივეს და იყავით ეხლა ჩემო იწუწუნეთ, აქციები ვაკეთოთ, დავაანონსოთ რევოლუციები, რას ვიზავთ, საინტერესოა. საქართველოს მხოლოდ მეგობარი აქტი გადაარჩენს. ეს ძალიან კარგად იცოდეთ ჩემგან. ეს გუშინ ჩავწერე, მაგრამ დღეს დავამატებ კიდევ. ესე იგი, რა საინტერესოა, ნახეთ, რაფათოღლუ რაღაცა საკინგს გადმოაგდებს, ეგრევე ატყდება მთელი ამბავი. ამჯერად ატყდა ის, რომ ყაველაშვილმა წერილი გააგზავნა ტრამპთან და ფაქტიურად ეს იცით რას ნიშნავს, რომ ბიძინა ეუბნება. ჩემო კარგო ტრამპ, ჩემო კარგო ჯედი ვენს, მარკ რუბიო. ამერიკის დღევანდელო მთავრობა. ხალხს თქვენი რევოლუციური კანონპროექტი, რომელიც სენატში კიდევ სულ ცალ ფეხზე კიდია. ოპოზიცია სულ ცალ ფეხზე კიდია. მოჭებული მყავს ყველა აბსოლუტურად. აგერ ლიდერი ბავშვები ციხეში მყავს, ვინც მართლა უნდა შეცვალოს რამე ამ ქვეყანაში. ებიჯო, დემელაპარაკი. შემოდით ჩემთან გარიგებაში. ეს არის მთელი ამბავი მეგობრებო.